ირანის ტერორისტული თავდასხმები კვლავ განახლდა. მას შემდეგ, რაც აშშ-მ გამოაცხადა ოპერაცია პროექტი თავისუფლება, რათა ჰორმუზის სრუტეში გაჩერებული გემები იქიდან გამოეყვანა, ირანი ახლა პანიკაშია და რაკეტებს ესვრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ეს ცეცხლის შეწყვეტის აშკარა დარღვევაა და ნიშნავს, რომ ომი შესაძლოა დღესვე განახლდეს. სინამდვილეში დუბაიდან ბევრი ჟურნალისტი იუწყება, რომ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები ირანზე შესაძლოა მომდევნო 24 საათში განახლდეს. მოდით ზუსტად განვიხილოთ, რა მოხდა ბოლო 24 საათში და როგორ მივედით აქამდე. ყველაფერი გუშინ დილით დაიწყო. სირიქის ირანის სანაპიროსთან ერთმანაყარი ტვირთის გადამზიდავმა გემმა რამდენიმე პატარა ირანული ნავის მხრიდან თავდასხმა განიცადა. საწყის ეტაპზე ეს ინფორმაცია რეალურად გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების სააგენტოდან გავრცელდა. შემდეგ ირანის სახელმწიფო მედიამ მოგვიანებით დაადასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა განაცხადეს, რომ გემი არ დაუკავებიათ და ის მხოლოდ დოკუმენტების შესამოწმებლად შეაჩერა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა. აბა, დაფიქრობთ. იმავე დღეს ღამით პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა რაღაც ისეთი, რასაც ირანი არ ელოდა. პროექტი თავისუფლება, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის სამხედრო გემები ჰორმუზის სრუტეში გემებს გააცილებენ, იწყება ამ დილიდან, ანუ ორშაბათის დილიდან. აი სრული განცხადება. ქვეყნები მთელი მსოფლიოდან, თითქმის ყველა მათგანი არ არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, რომელიც ასე აშკარად და ძალადობრივად მიმდინარეობს ყველას თვალწინ. მათ სთხოვეს შეერთებულ შტატებს. შეგვიძლია თუ არა დავეხმაროთ მათი გემების გათავისუფლებაში, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში არიან ჩაკეტილები. იმ საკითხზე, რასთანაც მათ აბსოლუტურად არაფერი აკავშირებთ. ისინი უბრალოდ ნეიტრალური და უდანაშაულო გარეშე მხარეები არიან. ეხლა ცოტა კონტექსტი. დაახლოებით 2000 გემი და დაახლოებით 20000 მეზღვაური ფაქტობრივად გაჭედილია სპარსეთის ყურეში. ისინი შევიდნენ სპარსეთის ყურეში. ჰორმუზის სრუტეში შევიდნენ ომის დაწყებამდე. და მას შემდეგ, რაც ირანმა დაიწყო სამოქალაქო გემებზე თავდასხმა, რომლებიც ცდილობდნენ სრუტის გადაკვეთას, ისინი უკვე 60 დღეზე მეტია სპარსეთის ყურეში არიან გაჭედილები. გავაგზავნოთ განცხადება. ირანის, ახლო აღმოსავლეთის, გაერთიანებული ერების და შეერთებული შტატების სასიკეთოდ, ჩვენ ამ ქვეყნებს ვუთხარით, რომ მათ გემებს უსაფრთხოდ გაუძღვებით ამ შეზღუდული წყლების გავლით, რათა თავისუფლად და უპრობლემოდ შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება. კიდევ ერთხელ, ეს გემები იმ რეგიონებიდან არიან, რომლებიც არანაირად არ არიან ჩართული იმაში, რაც ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ხდება. ჩემმა წარმომადგენლებს დავავალე აცნობონ მათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მათი გემები და ეკიპაჟები უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ სრუტიდან. ყველა შემთხვევაში განაცხადეს, რომ არ დაბრუნდებიან, სანამ ეს ტერიტორია ნავიგაციისა და სხვა ყველაფრისთვის უსაფრთხო არ გახდება. ეს პროცესი, პროექტი თავისუფლება, დაიწყება ორშაბათ დილით, ახლო აღმოსავლეთის დროით. სრულად ვიცი, რომ ჩემ წარმომადგენლებს ირანის რესპუბლიკასთან ძალიან პოზიტიური საუბარი აქვთ და ეს მოლაპარაკებები ყველასთვის ძალიან დადებით შედეგს შეიძლება მოიტანოს. გემების გადაადგილება მხოლოდ იმისთვის არის განკუთვნილი, რომ გაათავისუფლოს ადამიანები, კომპანიები და ქვეყნები, რომლებმაც აბსოლუტურად არაფერი არასწორი არ გაუკეთებიათ. ისინი გარემოებების მსხვერპლნი არიან და ეს ჰუმანიტარული ჟესტია ამერიკის შეერთებული შტატების, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, მაგრამ განსაკუთრებით ირანის რესპუბლიკის მხრიდან. ბევრ გემზე საკვები ილევა და ყველაფერი სხვა, რაც საჭიროა დიდი ეკიპაჟებისთვის, რომ ჯანმრთელად და ჰიგიენურად დარჩნენ ბორტზე. ფიქრობ, ეს დიდად შეუთხოვს ხელს კეთილი ნების გამოხატვას ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასე დაჟინებით იბრძოდა. თუ რაიმე ფორმით ჩაერევიან ამ ჰუმანიტარულ პროცესში, სამწუხაროდ ეს ჩარევა ძალის გამოყენებით მოგვიწევს გადავჭრათ. ასე რომ მთელი განცხადება იყო ძალიან ლამაზი ფორმით ნათქვამი, რომ ამ ქვეყნების უმეტესობა საერთოდ არ არის დაკავშირებული ამ ომთან. ისინი არც ირანის მხარეს არიან ჩართული და არც ამერიკის მხარეს. მაგრამ მოდი გავეხსენოთ, რომ აქ ირანზე ვსაუბრობთ. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ შეუტია საცხოვრებელ კორპუსებს, აეროპორტებს, პორტებს. მათ შეუტიეს იმდენად ბევრ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ნეიტრალურ ქვეყნებში, როგორიცაა სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებსაც ამონთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამ ქვეყნებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი არ მისცემენ შეერთებულ შტატებს თავიანთი საჰაერო სივრცისა და ბაზების გამოყენების უფლებას ირანზე თავდასხმისთვის. და მიუხედავად ამისა, ირანი მაინც უტევს მათ, რადგან ირანი იცის, რომ ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი გზა ტერორისტული თავდასხმების განხორციელება. ამ განცხადების მთავარი მიზანი იყო იმის ხაზგასმა, რომ ეს ქვეყნები ნეიტრალურები არიან და ჩვენ დავეხმარებით მათ. თუ ვინმე დაგვესმება თავს, ძალიან ძლიერი პასუხი იქნება. და თუ გაინტერესებთ რა მოხდება, ამ დილით როცა ოპერაცია დაიწყო, ირანმა მართლაც განახორციელა თავდასხმა. ახლა ველოდებით ამერიკის პასუხს. ჩანს, რომ ომი შეიძლება თავიდან დაიწყოს. მაგრამ დაუბრუნდეთ ამბავს. მოდით ვნახოთ რა მოხდა, რადგან პრეზიდენტი ტრამპის განცხადების შემდეგ ცენტრალური სარდლობიდან მეტი დეტალები მივიღეთ. როგორც ჩვენ ახლახან მოისმინეთ, ტრამპის საწყისი განცხადება სამხედრო დეტალებით საკმაოდ მცირეა და არ ჩანს რამდენად ჩაერთვება აშშ-ის სამხედრო ძალები. შევლენ თუ არა ამერიკული გემები ჰორმუზის სრუტეში. რა არის სუსტი გეგმა? ცენტრალური სარდლობა ამ ყველაფერს განმარტავს. ნახეთ რა განაცხადეს მათ. ახალი ჰორმუზის სრუტის ინიციატივა აუცილებლად არ გულისხმობს, რომ ამერიკის სამხედრო გემები კომერციულ გემებს გააცილებენ.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ASH-ის სამხედრო გემები ახლომახლო იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ მათ ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებზე ირანის სამხედრო ძალების თავდასხმის აღკვეთა დასჭირდებათ. ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ ASH-ის სამხედრო საზღვაო ძალები კომერციულ გემებს მიაწვდიან ინფორმაციას ჰორმუზის სრუტეში საუკეთესო საზღვაო მარშრუტების შესახებ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია იმ მარშრუტებზე, რომლებიც ირანის სამხედრო ძალების მიერ დანაღმული არ არის. ეხლა თუ გახსოვთ, ზუსტად მაშინ, როცა ეს ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო, როდესაც შეხვედრა მიმდინარეობდა შეერთებული შტატებისა და ირანის დელეგაციას შორის პაკისტანში, ორი ამერიკული გამანადგურებელი გემი ჰორმუზის სრუტეში გაიარა. რამდენიმე საათი პერსიის ყურეში გაატარა და შემდეგ უკან გამოვიდა. ეს ძირითადად იყო გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებობს მარშრუტები, რომლებსაც გემები გამოიყენებენ ისე, რომ ნაღმებში არ გაებმებიან. ვარაუდობ, რომ ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც ახლა ამერიკის საზღვაო ძალები გაუზიარებს ყველა გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტიდან გამოსვლას გადაწყვეტს. და რა მოხდა? დღეს დილით უკვე იყვნენ გემები, რომლებმაც გამოსვლა გადაწყვიტეს. ეხლა სანამ ამ გემებზე და მომხდარზე ვისაუბრებთ, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ ყველას, დააჯიროთ ლაიქს და გამოიწეროთ არხი ქვემოთ, რადგან ეს ნამდვილად ძალიან გვეხმარება. განსაკუთრებით ეხლა, მას შემდეგ რაც დღეს დილით მოხდა, რაც ირანმა გააკეთა, რაც ცეცხლის შეწყვეტის აშკარა დარღვევა იყო, ამერიკის პასუხი ნებისმიერ წუთში შეიძლება მოვიდეს. ასე რომ თქვენი მხარდაჭერა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ეხლა ASH-ის განცხადების შემდეგ ირანის მეთაურებმა ფაქტობრივად განაცხადეს, რომ ისინი ჰორმუზის სრუტეს ისე დაიცავენ, როგორც საკუთარ სახლს. ხო, მგონი საკუთარ სახლს ვერ იცავენ, მაგრამ ჰორმუზის სრუტეს კი დაიცავენ. უბრალოდ ტერორისტული თავდასხმებით სავაჭრო გემებზე. მაგრამ ფაქტობრივად განაცხადეს, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ირანთან არ შეათანხმებს გადაადგილებას და არ გამოიყენებს იმ მარშრუტებს, რასაც ირანის რევოლუციური გვარდია სთავაზობს, დაესხმებიან თავს. ამ ირანული მუქარის მიუხედავად, როგორც ჩანს, დღეს დილით ორი გემი მაინც გამოვიდა სპარსეთის ყურედან. მათ ჰორმუზის სრუტე გადადაკვეთეს. აი ეს არის ის ანგარიში. გუშინ ღამით ცენტრალურმა სარდლობამ რამდენიმე მიზანს მიაღწია. მათ გადაადგილდნენ და ეხლა ბერკლის კლასის გამანადგურებლებს ამუშავებენ სპარსეთისა და არაბეთის ყურეში. გარდა ამისა, 5 ამერიკული დროშის მქონე გემიდან 2-მა შეძლო ყურიდან ჰორმუზის სრუტის გავლით გასვლა. ეს იყო ოპერაციის ნაწილი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში იგეგმებოდა. ვარაუდობ, რომ ამერიკის საზღვაო ძალებმა გემებზე სტრატეგიული საზღვაო ტრანსპორტის ოფიცრები განათავსეს, რათა კავშირი და უსაფრთხო კომუნიკაცია უზრუნველეყოთ. ისინი ასევე თანამშრომლობდნენ საზღვაო თანამშრომლობის სამშრომლობისა და გადაზიდვების კოორდინაციის სამსახურთან, რათა ამ ტრანზიტების კოორდინაცია უზრუნველეყოთ. ეხლა ეს აშკარად ცუდი ამბავი იყო ირანისთვის, რადგან ჩანდა, რომ ისინი კარგავდნენ კონტროლს იმ ერთადერთ რამეზე, რაც მათ ბერგეტად ჰქონდათ. ირანს რეალურად არაფერი აქვს ჰორმუზის სრუტეში ტერორისტული თავდასხმების გარდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმისა. ამიტომ ირანმა საკუთარი განცხადება გაავრცელა და აი რა თქვეს მათ. სახელმწიფო მედია სააგენტო Pars News-ის მიხედვით, ირანი აცხადებს, რომ 2 რაკეტა მოხვდა ASH-ის ფრეგატს, მას შემდეგ რაც ირანის გაფრთხილება უბულებელყვეს. ეს ფრეგატი, რომელმაც დაარღვია უსაფრთხოების პროტოკოლები ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებისა და ნავიგაციისთვის, რაკეტური თავდასხმის ქვეშ მოექცა, მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ძალების გაფრთხილება არ გაითვალისწინა. ეხლა ეს ნამდვილად დიდი განცხადებაა, რადგან თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ირანმა შეძლო ASH-ის გემზე, ანუ ASH-ის სამხედრო გემზე მოხვედრა, რომელიც ამ რეგიონში იმყოფებოდა ამ ომისთვის. მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს, რომ ASH-ის საზღვაო ძალები რეალურად ფრეგატებს საერთოდ არ იყენებენ. ASH-ის საზღვაო ძალებმა თავისი ბოლომოქმედი ფრეგატი 2015 წელს ჩამოწერეს. ასე რომ ზუსტად არ ვიცი ირანმა რა დააქვა, მაგრამ ვარაუდობ, რომ ისინი მაინც ზეიმობენ. რადგან გავიხსენოთ, ირანული მედიის მიხედვით ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა 30 სხვადასხვა ბიორი ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდო. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ესეთი დიდი ფლოტი არ ჰყავს, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი მაინც ამას ამტკიცებს. სინამდვილეში უბრალოდ შეხედეთ, რა გამოახვეთ მეს მტკიცებულებად იმისთვის, რომ ერთ-ერთი B2 ჩამოაგდეს. აი ეს არის. ისევ თავიდან. ირანული ანგარიშები ისევ ავცელებენ ამ ყალბ სურათს და ამტკიცებენ, რომ ჩამოაგდეს B2 ტიპის ბომბდამშენი, რომელმაც ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. რეალურად ეს უბრალოდ სიმართლე არ არის. ხედავთ, B2 ბომბდამშენები 50000 ფუტის სიმაღლეზე დაფრინავენ. თუ ისინი მიწაზე ჩამოვარდება, ბომბდამშენის სურათში ნაჩვენებივით მთლიანად არ დარჩება. გარდა ამისა, ის ძალიან მძიმეა. ასე რომ თუ რამე ჩამოვარდება, ის უბრალოდ ასე არ დადება მიწაზე. ეს აშკარად ხელოვნური ინტელექტის ნამუშევარია. ყველაზე სასწავლო კი ის არის, რომ ვიღაცამ პოსტქვეშ იკითხა, ეს მართალია? და ხელოვნური ინტელექტის ანგარიში პასუხობს, დიახ, ეს მართალია. ეს ომის დასაწყისში იყო, მაგრამ ახლა დავბრუნდეთ მიმდინარე მოვლენებზე. ირანის განცხადების შემდეგ ASH-ის ცენტრალურმა სარდლობამაც გაავრცელა თავისი განცხადება. მათ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ არც ერთი ASH-ის საზღვაო ხომალდი არ დაზიანებულა. ამერიკის ძალები მხარს უჭერენ პროექტ თავისუფლებას და ახორციელებენ საზღვაო ბლოკადას ირანისა და ირანის პორტებზე. ამის შემდეგ გაერთიანებული არაბული ემირატებიდან მივიდეთ ცნობები. შეხედეთ.
ირანმა გაერთიანებული არაბული ემირატების მიმართულებით 4 ფთოსანი რაკეტა გაუშვა, საიდანაც 3 საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ხოლო 1 ზღვაში ჩავარდა. საბედნიეროდ საჰაერო თავდაცვამ შეძლო ამ რაკეტების შეჩერება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ნიშნავს, რომ ირანი ახლა ძალიან ღიად არ ღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რადგან მათ არ მოსწონთ ჰუმანიტარული მისია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაიწყო. და გამოიცანით რა. სიტუაცია აქედან მხოლოდ უარესდება, რადგან მას შმას შემდეგ, რაც ფთოსანმა რაკეტებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, ირანმა გაერთიანებული არაბული ემირატების მიმართულებით დრონების გაშვება დაიწყო. საწყისი თავდასხმის შემდეგ გაერთიანებულ არაბულ ემირატებზე კიდევ ერთი დრონებისა და რაკეტების შეტევა განხორციელდა. შემდეგ კიდევ ერთი. და ეხლა როცა ამას ვიწერ, ამ მომენტში უკვე მეოთხე ტალღის შეტევა მიმდინარეობს. ეხლა რა თქმა უნდა, ყველა დეტალი არ გვაქვს იმის შესახებ რა დაზიანდა, რა მოხდა და რა ჩამოაგდეს, მაგრამ ვიცით, რომ გაერთიანებულ არაბულ ემირატებში ფირუზას პეტროქიმიურ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. აქ არის ექსპორტის ზონის სურათი. ის ტერიტორია, სადაც შეტევა მოხდა და ნათლად ჩანს, რომ ამ ადგილიდან ცეცხლი და კვამლი ამოდის. ეხლა მიზეზი, რატომაც ეს ასე მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ფირუზა, ან დარწმუნებული ვარ არასწორად ვამბობ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს ადგილი ამჟამად გაერთიანებული არაბული ემირატებისთვის ერთადერთი საექსპორტო პუნქტია. ირანი ესხმის თავს გაერთიანებული არაბული ემირატების ნავთობის საექსპორტო ტერმინალებს. ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ გაერთიანებული არაბული ემირატები ცოტა ხნის წინ გავიდა ოპეკიდან. ისინი აღარ სურთ ირანთან პარტნიორობა ამ ნავთობის კარტელში, ამიტომაც დატოვეს ორგანიზაცია და გეგმავენ გაზარდონ წარმოება, რათა ნავთობის ფასი დაიწიოს. ეხლა, სანამ ეს თავდასხმა მოხდებოდა, სწორედ ამ დილით ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ძალიან საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ირანი გაამწვავებს ამ ომს, აშშ-ში უპასუხებს და კიდევ უფრო გაამწვავებს მას. მოусმინეთ ამ განცხადებას, რადგან ჩანს, რომ შეერთებულ შტატებს შეიძლება მოუწიოთ გარკვეული ქმედებების განხორციელება. მოусმინეთ. ეს უკვე მუშავდება და ჩვენ მოუწოდებთ ირანელებს მისცენ საშუალება ამ 300-ზე მეტ ხომალდს დატოვონ ტერიტორია, რომ მათ შეუძლიათ ესროლონ მათ. ვფიქრობ ამას ეძახიან მოსკიტურ ფლოტს, რომელსაც ახლა ანადგურებენ. ბევრი ხომალდი, შესაძლოა ორნიშნა რიცხვიც კი განადგურებულია. და აშშ-ში უბრალოდ პასუხობს სროლაზე. ჩვენ აქ პროვოკატორები არ ვართ. მაგრამ თუ ირანელები აქ ესკალაციას მოისურვებენ, ჩვენც მზად ვართ ესკალაციისთვის. ეს აშკარად ირანის გამოცდაც არის, როგორც საუბრობთ, სწორია? ეს ირანის გამოცდა, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის არაორგანიზებული მეკობრეების ბანდა, რომელთაც დიდი ამერიკის შეიარაღებული ძალები ჩვენ მათ საჰაერო ძალები გავანადგურეთ. ჩვენ გავანადგურეთ მათი მთელი რეგულარული საზღვაო ძალები. მათი საბრძოლო ხაზები სრუტის გასწვრივ განადგურებულია. უბრალოდ შეხედეთ იმ თავდასხმებს, რომლებიც ირანმა ბოლო 2 დღეში განახორციელა. იყო თავდასხმა გემზე, რომელზეც ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრეთ. შემდეგ 2 თავდასხმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, რომლებიც ჩვენ არც კი გავიშუქებია. ეს მოხდა ღამით, სანამ აშშ-ის ოპერაცია პროექტი თავისუფლება დაიწყებოდა. შემდეგ დღეს დილით სამხრეთ კორეულ გემს დაესხნენ თავს, ასევე ამერიკულ ხომალდს. ეს ალბათ სიმართლე არ არის, მაგრამ ასე ამტკიცებს ირანი. შემდეგ რა თქმა უნდა გვაქვს თავდასხმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე. ძალიან აშკარად არ ღვევა ყველაფრის, რაზეც ირანს აქამდე შეთანხმებულა. შეერთებულმა შტატებმა რაღაც ეტაპზე უნდა უპასუხოს ხოს. ირანის მიზანია ტერორისტული თავდასხმებით მთელი მსოფლიოს შანტაჟი მოახდინოს, რათა ხელისუფლებაში დარჩენა შეძლოს. მოусმინეთ. ეს არის გარკვეული დონე. ვფიქრობ, ირანელები უკვე თავადაც იწყებენ საკუთარი პროპაგანდის დაჯერებას და რომ დავაზუსტო, ხელმძღვანელობა მთელ ქვეყანაში ბუნკერებშია დამალული. და არ ვფიქრობ, რომ მათ იციან რა ხდება, მაგრამ რაც ხდება არის ის, რომ ისინი დასუსტნენ. მათი საზღვაო ძალები აღარ არის ნამდვილი ფლოტი. ეს უბრალოდ მეკობრეების ლანდაა. ისინი ცდილობენ ჰორმუზის სრუტაში საერთაშორისო ნაოსნობის თავისუფლება შეზღუდონ. და აშშ ამ გზას ხსნის. ეს ჰუმანიტარული ძალისხმევა. შემიძლია გითხრათ, 2 კვირის წინ ვაშინგტონში იყო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კვირეული. და ჩემთან უამრავი ქვეყანა მოვიდა. ზოგიერთი ყველაზე ღარიბი, ზოგიერთი ყველაზე დაუცველი. და გთხოვეს ეს გაგვეკეთებინა. რადგან იქ მხოლოდ ენერგია არ არის სასუქი, საკვების ტრანსპორტირება, თხევადი გაზი. იმაზე მეტი მილიარდი ადამიანისათვის ინდოეთში, რომლებიც ამით ამზადებენ საჭმელს. ასე რომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ირანელებს სრუტეზე კონტროლი არ აქვთ, ჩვენ გვაქვს სრუტეზე აბსოლუტური კონტროლი. ჩვენ ბლოკადა დაუწესეთ გემებს, რომლებიც ირანის პორტებში შედიან ან გამოდიან. მათი ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაშია. და ყველა ამბობს, რომ მათ ტკივილის მიმართ მაღალი ამტანობა აქვთ, მაგრამ მათ ჯარისკაცებს მაღალი ამტანობა არ ექნებათ, როცა ხელფასს ვერ მიიღებენ. ეხლა როცა ამას ვიწერ, ჩვენ ვისმენთ უამრავ მედია რეპორტს ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომ პასუხი ძალიან მალე იქნება და ეს შეიძლება ომის განახლებამდე მიგვიყვანოს.
ეხლა აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სულ 2 დღის წინ აშშ-ის სამხედრო მეთაურები, მათ შორის CENTCOM-ის მეთაური ადმირალი ბრედ კუპერი, შეხვდნენ პრეზიდენტ ტრამპს და მისცეს მას ვარიანტები თუ რას შეძლებდა აშშ-ის სამხედრო ძალა ირანზე ზეწოლის მიზნით, რათა ირანი კეთილსინდისიერად დაბრუნებულიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. და ვფიქრობ, ეს ვარიანტები შეიძლება ძალიან მალე გამოიყენონ. ეხლა ყველა ახალი ამბავი, რომელიც ომის განახლებას ეხება, ამისთვის მეორე ვიდეოს გავაკეთებთ, ასე რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ქვემოთ. მაგრამ ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების მხრივ სიტუაცია კარგად არ გამოიყურება და ირანს საკუთარი თავის გარდა არავინ ყავს დასადანაშაულებელი. ეხლა რომ გავიგოთ, რატო იქცევა ირანი ასე როგორც ახლა იქცევა, უნდა დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ როგორ მივიდა ირანი დღევანდელ მდგომარეობამდე. ეს მხოლოდ 1979 წლამდე დაბრუნებას აღნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ. მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმდროინდელი მმართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. და გამოიცანით რა? ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც სწორედ დღეს გამოვიდა. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემული ბულების საშუალებით, ან უბრალოდ დააწკაპუნოთ ეკრანზე გამოსახულ ვიდეოზე. ანუ დააწკაპუნოთ იმ ვიდეოზე, რომელიც თქვენს ეკრანზე.